ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტმა საზოგადოება შეძრა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. შემაშფოთებელია სტატისტიკა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობას ასახავს. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით 2012 წელს საქართველოში 77,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 100 დაბადებულ ბავშვზე სტატისტიკის მონაცემებით 1 წლამდე 12 ბავშვი კვდება. დღეს ბევრს მსჯელობთ და ვეძებთ გასული კვირის ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებელს. თუმცა იმაზეც თანხმდებით, რომ ეს ერთი კონკრეტული პირის ან ინსტიტუციის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება. რა ღონისძიება უნდა გატარდეს პირველ რიგში სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად. რამდენად მართებულია ბიუროკრატიული პრობლემების გამო სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახებისთვის სოციალურად დაუცველ სტატუსის მოსაპოვებლად პრობლემების შექმნა. პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, გამართული სისტემა, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა, რისი დეფიციტია ქვეყანასა და საზოგადოებაში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე აღარ იყოს. ეს იქნება დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. უყურეთ კვირის არგუმენტებს და იპოვეთ თქვენთვის მისაღები არგუმენტი. უყურებთ კვირის არგუმენტებს, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს სტუდიაში, მივესალმები აუდიტორიას. ერთ-ერთი მძიმე თემა, რომელიც დღეს იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა, მაგრამ ჩვენ ამას გვერდს ვერავლით, იმიტომ რომ სოციალური პრობლემატიკა ეს არის ის საკითხი, რომლის გამოც ბევრი კრიტიკა დაიმსახურა წინა ხელისუფლებამ და ეს არის პრობლემები, რომელიც დღესაც აქტუალური და საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ვიპოვოთ ყველამ ერთად გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც თუნდაც გასულ კვირას შეგვექმნა. პირველი საკითხი, კრიტიკა გარკვეულწილად პირველ რიგში დაიმსახურა, მოდით ესე ვთქვათ, მიმართული იყო საზოგადოების მხრიდან, როდესაც გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო საზოგადოება, მაინც სახელმწიფო ინსტიტუტების მისამართით იყო. ამიტომ მოდით დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ყავს დღეს გადაცემაში სტუმრად ბატონი გიორგი კაკაჩია, მოგესალმებით, საღამოშტობისა. პირველ რიგში როგორ ფიქრობთ, სად არის სათავე ამ პრობლემის, შეგიძლიათ თქვათ, იმ პრობლემის, რომელმაც იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რაც შეიტყო საზოგადოებამ ზუსტად რამდენიმე დღის წინ. ამ შეკითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. ეს სათავე არის სიღატაკეში. დიახ. ეხლა რომ გავმოვცოთ ეს თემა, ზოგადად ალბათ უნდა გადავხედოთ რა სიტუაციაში ვართ, რა კონდიციაში ვართ და დღეს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რა სტადიაზე არის. უბრალოდ კონკრეტული ციფრები რო დავასახელოთ, დღეს სიღატაკის მიღმა იმყოფება 400,000-მდე ადამიანი. ეს არის 130,000 ოჯახი. ამის გარდა ნუ დაგვავიწყდება იმ ხალხის კატეგორია, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს, რომ ჩვენ იმ კატეგორიაში არა ვართ მოხვედრილი და გვჭირდება შესაბამისად რაღაცა დახმარება სახელმწიფოსაგან. დახმარების მოთხოვნის ფორმები არის სხვადასხვანაირი, დაწყებული, ფულადი დახმარებით დაწყებული და ბოლო პერიოდში რაც აქტუალური გახდა დღევანდელ საქართველოში, საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი არის ჩაატარო თითეული ამ ოჯახის მონიტორინგი. იმიტომ რომ თქვენ გესმით რა დიდ მოცულობაზე არის ლაპარაკი და ძალიან ძნელი არის სახელმწიფო ბიუჯეტმა უზრუნველყოს ამ მოსახლეობის ადეკვატური სოციალური დახმარება. შესაბამისად არის კიდე ლოგიკური შეკითხვა, თუ დღეს აღიარებული დღეს კი არა მარტო დღეს ბოლო პერიოდში აღიარებულია, რომ საარსებო მინიმუმი არის 150 ლარი, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი აცხადებს, თითეული ამათგანი ღებულობს მხოლოდ 30 ლარ დახმარებას და ეს დახმარება როგორც ცდით 1 ივლისიდან ორმაგდება, მაგრამ ეს არის ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ წინ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად თითეული ამ ოჯახის მონიტორინგი არის საკმაოდ ძნელი. როდესაც ლაპარაკი არის სულ რაღაც 600-მდე სოციალურ აგენტზე, 250 სოციალურ მუშაკზე. თითოეულ ოჯახში რომ მიხვიდეთ თითოეული ოჯახის პრობლემა გაითოცნობი, რომ ამისაგან ალბათ რაღაც გარკვეულ მომენტში სიგნალი უნდა წამოვიდეს იგივე ადგილობრივი თვითმმართველობიდან, ადგილობრივი თემიდან და იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უნდა ჩართულიყვნენ. ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ მაინც განვაზოგადებთ ამ შემთხვევაში და ცოტა უფრო ჩაუღრმავდებით ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როცა საუბრობთ, რომ საქმის კურსში უნდა იყვნენ სოციალური აგენტები. როგორც ცნობილია, აბაშიძეების ოჯახი 2007 წლიდან ითხოვს, რომ ისინი იყვნენ სოციალურ დაუცველთა ბაზაში მოხვედრილი ყოფილიყვნენ, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, როგორც ირკვევა, ეს პრობლემად დარჩა და მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ გადასახედია ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება ქულების მინიჭება კონკრეტული ოჯახებისთვის, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე განაცხადეთ, ძალიან ბევრი ოჯახი ითხოვს იმ კატეგორიაში მოხვედრას, რომელიც ციხატაყის ზღვარს მიღმა არის. ხო ესეა ბატონო? დიახ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეკითხვას, მოდით მე შეფასებისაგან თავ შევიკავებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, რომ დაადგინოს კონკრეტული დეტალები. ჯერჯერობით არის ჩვენთვის რამოდენიმე ფაქტი ცნობილი, მაგრამ ეს ფაქტები როგორ არის პირდაპირ ურთიერთკავშირში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ცალსახად არის, რომ ვიღაცამ რაღაცას დააკლო, ვიღაცამ არ მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. იგივე ხო ყველაფერს ეს ვიღაცა მარტო კონკრეტული პირია თუ ზოგადად სისტემა. ეს არის ალბათ უფრო სისტემის ბრალი და არა კონკრეტული ადამიანის, მაგრამ არ გამოურიცხავ, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება კონკრეტული ადამიანის ბრალიც იყოს. ამიტომ დღეს არ მინდა ამ თემებზე დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად რომ რაღაცა ხარვეზები არის, ეს ამის თქმა უკვე დღეს ცალსახად შეიძლება. იგივე არსებობს სიტუაციაზე კვების ვაუჩერები, რომლებიც შეეძლოთ ამ ოჯახებს მიეყოთ განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლის პროგრამაც უკვე რამოდენიმე წელია საქართველოში მუშაობს. შესაბამისად, რაც შეეხება სისტემის გადახედვას, სისტემა აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, წლების განმავლობაში გარკვეული კორექტირებები ხდებოდა, მაგრამ ალბათ რაღაცა ეტაპზე დადგა ის მომენტი, რომ რადიკალურად შეიცვალოს რაღაცა მომენტები. რა უნდა შეიცვალოს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ კიდევ ერთი კრიტიკის წილი ხვდა ამ შემთხვევაში საზოგადოებასთან ერთად, საზოგადოებას აკრიტიკებდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე საპატრიარქოს მიმართაც ისმოდა საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან, რომ უფრო აქტიურად ხო არ ჩაერთვება საპატრიარქო ასეთი სახის პრობლემების მოსაგვარებლად. თაბატონო თეა, თქვენ რა სიტყვით? მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესია ჩართულია სოციალურ დახმარებაში და კონკრეტულად სასულიერო პირები და წინამძღვრები სერიოზულად ზრუნავენ, ვთქვათ, თავიანთი თემის, მრევლის, ასე ვთქვათ, დახმარებაზე. მე პირადად გახლავართ ეკლესიიდან, რომელსაც უკვე მრავალი წელია აქვს საქველმოქმედო სახლი. მე როგორც პროფესიონალი ჩემი მხრივ ქველმოქმედებ და ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, გარკვეულ ქველმოქმედებას ვეწევით, ვინც რა შეგვიძლია, მაგრამ ამ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, მაგალითად მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, რომელზედაც მე ვსაუბრობ, გახსნილი აქვს ესეთი ყვების პუნქტი, რომელიც პირდაპირ ატას, ვინაიდან არ არის დიდი ტერიტორია და იქ ვერ ასადილებს, როგორც კათარზისი აკეთებს მაგალითად ამას, მზადდება საკვები, ერთ-ერთი მონაზონი არის ჩართული ამ საკვების მომზადებაში და ატანენ სახლში. ეს არის ის, რაც მშიერთა დაპურებას, თქვათ, იმ კონკრეტულ ტაძარში რა ღონისძიება და რა საქმიანობაც მიმდინარეობს, რაც მე შემიძლია ჩემი კონკრეტული მაგალითის სახით გითხრათ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მრევლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწოდება არის ხელი გაუწოდა გვერდზე მყოფ, ვთქვათ, გაჭირვებულობაში მყოფ ადამიანს, აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცნება არის და მეორე თემა არის, რამდენად ვთქვათ, იზოლაციაში იმყოფებოდა ეს ოჯახი თუ არა. მე ძალიან სერიოზულად ვეცადე გავცნობოდი ინტერვიუებს, რომლებიც თქვენმა კოლეგებმა აიღეს ამ ოჯახის წევრებისაგან და ამ შემთხვევაში მამის და დედის ინტერვიუს გულისხმობ, რომ მე როგორც პროფესიონალს დამესვა ჩემი თავისთვის კითხვა, რომ რა არის იქ პიროვნული როლი თვითონ და აი ამ მიკროსოციალური უჯრედის, ოჯახის წვლილი თუ წილი პასუხისმგებლობისა ამ ვითარებაში და მე არ მაქვს პასუხი, რამდენად ეს ადამიანები იყვნენ იზოლაციაში თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ პიროვნული პასუხისმგებლობა გვეკისრება, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ მოგვეცემა, ხო? მარტივი ცნება არის, რომელიც ფსიქოლოგიაშიც და ამ შემთხვევაშიც რწმენაშიც გასაგებ რამეს გულისხმობს და მე ძალიან დაბაფიქრა ამ ოჯახის დედის გამონათქვამმა. მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი ტრაგედია, რაც მათ თავს დაატყდათ, შეუძლებელია და ჩემთვის უხერხულია ამ თემაზე ახლა საუბარი, მაგრამ თვითონ როგორც ფსიქოლოგი ვცდილობ რაღაც საკითხებში, ვთქვა, ხვედრითი წონის გარკვევა, საიდან რა და როგორ იმისთვის, რომ შემდგომში ავირიდოთ და სწორედ ამიტომ უნდა ვთქვა, ის რასაც ახლა ვცდილობ, რომ გამოვხატო, რომ დედის ნათქვამი იყო, რომ მე ვერასდროს ვერ ვთხოვ
დახმარებას საკვებთან დაკავშირებით. ზუსტ ციტატას შეიძლება ვერ ვაკეთებ, მაგრამ მე ინტერნეტში ამოვიკითხე ამ ინტერვიუს ეს ეპიზოდი, რომელიც ჩემთვის არის მინიშნება იმისა, რომ შესაძლოა, არ ვიცი. ეს ადამიანები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, აი იმ თავიანთ თემში, იმ სოფელში, სადაც ისინი იყვნენ და მე არ ვიცი, რამდენად საქმის კურსში იმყოფებოდნენ სხვა ადამიანები მათ დახმარებასთან დაკავშირებით. ერთი რამე, რომ ეს ოჯახი 2007 წლიდან ითხოვს ეს მეორე თემა სად ითხოვს. მათ არ ქონდათ კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც მოაგვარებდა ამ პრობლემას. ეს არის ბიუროკრატიული საკითხები, რომელზედაც ბატონ გიორგისთან ვისაუბრებთ. მე აქ უფრო მეტად მინდა იმ ადამიანების კრიტიკა მოგაწოდოთ, რომელიც საპატრიარქოს აკრიტიკებენ, რომ აქვს საპატრიარქოს ამის შესაძლებლობა, რომ უფრო გააფართოვოს ეს ჩართულობა, მისი ესეთი სახის პრობლემების მოსაგვარებლად. როცა თქვენ საპატრიარქოს გულისხმობთ, მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი კონკრეტულ ადგილზე, იქ იმ სოფელში ეკლესია, ხო? შეუძლებელია, ხო? აქედან ინსტანცია საპატრიარქო გაწვდეს იქ, სადაც ვერ მოახერხა სოციალურმა აგენტმა მარტივად მიეტანა იქ თუ სად იყო იქ გარღვევა ამას, ჩემზე კომპეტენტური ადამიანები დაადგენენ, მაგრამ ეკლესიამ უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულ ადამიანს უჭერს ლუკმა პური. თუ ადამიანი არ მივიდა ეკლესიაში და არ უთხრა ამის შესახებ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. კომუნიკაციის და ინფორმაციის მე ამაზე ვაპირებ გარკვეულად კომენტარის გაკეთებას, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ის რომ ჩემ გვერდზე ვიღაცას უჭირს და ჭირდება ჩემი დახმარება, მე ამის შესახებ უნდა შემატყობინონ და კარგია თუ პირველი პირი მეტყვის, რომ მე მიჭირს და თუ შეგიძლია დამეხმარე. თუ მე ეს არ ვიცი, ძალიან მარტივია მე გამაკრიტიკონ, რომ მე არ ვიცოდი ამის შესახებ და გვერდზე არ გაუწოდე ხელი იმას, ვისაც შეიძლებოდა დახმარება. დიდი მადლობა, ბექა. ამ ფაქტის შემდეგ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა და სტატისტიკაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ამ ფაქტის შემდეგ ვეძებთ, მოდით ესე ვთქვათ, ვინ არის პასუხისმგებელი. პირი არა, ზოგადად, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი? სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება, კონკრეტული პირები, ვინ? კი, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია ყოველთვის სახელმწიფო, ახლა პირველ რიგში სახელმწიფო და ყოველთვის სახელმწიფო აქვს საზოგადოებას მე ვერანაირი შემთხვევაში ვერ დავაკისრებ პასუხისმგებლობას და პრინციპში ეს გაფეტიშება ამ თემის რომ ჩვენ გვაკლია კულტურაში რაღაცა ქველმოქმედების კულტურა არ არსებობს საქართველოში ეს არის აბსურდი იმიტომ რომ ქველმოქმედების კულტურით ესე განსაკუთრებულად არც ერთი ერი არც ერთი კულტურა არ გამოირჩევა შესაბამისად აზრი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რომ გამოირჩეოდეს, აზრიც არ ექნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ვერასდროს შენ, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთ კულტურაში ვერ იპოვიდი იმ რაოდენობის ქველმოქმედ ადამიანს, რომელიც საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. ანუ ჩვენ ვიქნებოდით ყოველთვის, თუ ჩვენ მხოლოდ ქველმოქმედ ადამიანებს დავაკისრებდით ამ შემთხვევაში ამ ტვირს, ვიქნებოდით ქველმოქმედი ადამიანების კეთილგონიერებასა და რაოდენობაზე დამოკიდებული და რაც ყველაზე ცუდი ამ ქველმოქმედებაში, ეს ის არის, რომ ქველმოქმედება არის შესაბამისად შეზღუდული რაოდენობის და მეორე არის შერჩევითი, ხო? ვის დაეხმარება ის ქველმოქმედი არის მის კეთილნებაზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს უპირველეს ყოვლისა ამაზე პასუხისმგებლობა, ამის უამრავი მექანიზმი არსებობს. ზოგადად, ცუდი რა არის, რომ ჩვენ მივყვებით ისევ ესეთი განცდა მაქვს, აი ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ლოგიკას, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ თვალსაზრისით, რომ გაიზარდა სოციალური ხარჯები თითქმის ორჯერ შეიძლება, მაგრამ რაღაცა სახელმწიფო იდეოლოგია უნდა არსებობდეს. აი 30-იან წლებში მაგალითად ნორვეგიაში ჩამოყალიბდა ეგეთი Volksheimets იდეოლოგია, ანუ ხალხის სახლის იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო ზუსტად იმაზე, რომ სახელმწიფო არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში, რომ რომელიმე სოციალური ჯგუფი მაინც გარიყული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენც აუცილებელია რაღაცა ესეთი იდეოლოგია გქონდეს სახელმწიფოში და არ მივყვებოდეთ მართლაც აი ამ ძველ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიას, რომლის საფუძველზეც ელემენტარული სამშობლოს სიყვარული იყო მხოლოდ ორიენტირი რაზე, რომ შენ ვინმე გძულდეს და არა შენიანი გიყვარდეს, ხო? ამის შედეგი იყო ზუსტად ნატოს გაფეტიშებაც და საკუთარი ხალხის უგულველყოფა, როგორც ადამიანების ამ შემთხვევაში, ხო? აქედან გამომდინარე, აუცილებელია რაღაცა იდეოლოგია, რომელიც აი მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ არც ერთი სოციალური ჯგუფი არ იყოს გარიყული. ამის უამრავი მექანიზმია დაწყებული. ჩვენ ვისგან ველოდებით ზოგადად ქველმოქმედებას ველოდებით უპირველეს ყოვლისა მდიდარი ადამიანებიდან, ხო? როგორ ვეძებოთ ახლა მდიდარი ადამიანები, რომლებსაც
რომლებსაც ამის კეთილინება ექნება. ძალიან რთულია, ხო, შეიძლება ზოგ დიდარს კონდეს, ზოგს არა. ამიტომ ბევრმა ქვეყანამ შემოიღო ინსტიტუციონალიზირება მოახდინა როგორც ქველმოქმედებისა, ისე სოლიდარობისა. პირველმა რა უნდა გიბიძგოს შენ ქველმოქმედება? სოლიდარობის გრძნობამ, ხო? აქედან გამომდინარე ინსტიტუციონალიზება მოხდა ამისი პროგრესული გადასახადების თვალსაზრისით. ანუ ვინც მდიდარია, ის იხდის ბევრს, შესაბამისად თავისი საშემოსავლიდან პროცენტულად, ვინც ღარიბია, ღარიბს. ამას რა თქმა უნდა აქვს ფისკალური ეფექტიც და შესაბამისად გროვდება ხაზინაში უფრო ბევრი ფული, ზუსტად ამ სოლიდარობის საფუძველზე, რომ მაქსიმალურად ყველა იყოს უზრუნველყოფილი. დიდი მადლობა, ვიდრე რეკლამას გამოვაცხადოთ ბატონ დიმეტრისთან, როგორც მრავალშვილიანი ოჯახის მამას, მინდა ვკითხო და უსულო კითხვა ესეთი, რომ როგორ ფიქრობთ, გამართული სისტემაც რომ არსებობდეს, ბატონ დიმეტრი, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, გამართული სისტემაც რომ არსებობდეს, ეს სოციალური თანასწორობისთვის საკმარისია? კარგი შეკითხვაა. მე უბრალოდ სანამ განვაზოგადებ გოგიტა აბაშიძის მაგალითთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ახლა ერთგულებისადმი მტკიცება, ფიცი ამ ხელისუფლების იქნება, წინა ხელისუფლების იქნება თუ შემდგომი ხელისუფლების დასავლური ღირებულებებისადმი, პირველ რიგში უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გქონდეს სწრაფვა სოციალური სახელმწიფო სტატუსის დამკვიდრებისა. ეს არ უნდა იწვევდეს საზოგადოებაში სტიგმატიზირებას, ეს არ არის სოციალიზმთან ასოცირებული, იგივე საფრანგეთის მაგალითი ჩვენ თუ გადავხედავთ, თქვათ, მდიდართა დაბეგვრის ხარჯზე იქ სოციალური სტაბილურობა მიღწეულია. თქვათ, იგივე ჟერარ დეპარდიეს საქციელი სულაც არ არის მაღალ საზოგადოებაში მოწონებული საფრანგეთისა. ეს იძულებით ნაბიჯები იყო, მაგრამ სამაგეროდ ეს არის განმამტკიცებელი რაღაც სოციალური სამართლიანობის ქვეყანაში. ასევე ჩვენთან საქართველოში მე ვფიქრობ, რომ მაშინ როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით 77,000 სიღატაკის ღვარსქვემოთ ყოფი ბავშვი ყავს, რომელთა კვებაზე დღიურად იხარჯება არაუმეტეს 2 ლარისა, უნდა იყოს განგაში ზარების დარისხების, ასე თქვათ, პირდაპირი საფუძველი. გოგიტა აბაშიძე მართლაც აი ციხის კადრებისა არ იყოს ურწმუნო თომას მდგომარეობაში მყოფი საზოგადოების პირობებში გახდა ასე ვთქვათ, ფაქტის წინაშე დამყენებელი და ზვარაკად შეიწირა ეს ბავშვი იმისთვის, რომ ჩვენ ახლა მაინც გამოვიღვიძოთ და ახლა მაინც გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ძალიან სასარგებლოა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული კონკრეტული ნაბიჯები იგივე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით და მე მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ გიორგის, რომელიც არის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროსი იმ თვითკრიტიკულობისა, რითაც მან დაიწყო თავისი საუბარი, რომ სისტემური ნაკლის გამოსწორება ერთ-ერთი მთავარი მათი ამოცანაა. მას არ გადაუბრალებია თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომელიც დღესდღეობით დამოუკიდებელი სახელისუფლებაშია და გარკვეული წილი პასუხისმგებლობისა ალბათ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ მათაც უნდა ეკისრებოდეთ. თუმცა მე ვთვლი, რომ ქვეყანაში, სადაც თქვათ იგივე 5 ლარიანი პრემიის პირობებში 15,000 ლარიანი ლიმიტი გვაქვს არა დაზღვევის დღევანდელ დღეს და როდესაც ყავს 10,000, 1,500, 2,000-მდე შემთხვევაა მძიმე უკურნებელი სენის დაავადებების, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათოა ბავშვების შემთხვევაში, უნდა იქმნებოდეს სპეციალური ფონდი, რომლის დაფინანსება სახელმწიფოს დაუჯდება არაუმეტეს 80 მილიონი ლარისა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა და შესაძლებელია მართლა ასეთი ფონდის არსებობის პირობებში ჩვენ გამოვიდეთ იმ ნიჰილიზმიდან, როდესაც ხვდებით, აი წარამარ დღესაც საზოგადოებრივი ტელემარუწყებლიდან მოვდივარ და 3 ყულაბა იყო დადგმული. დავეხმაროთ პატარა ლუკას, დავეხმაროთ პატარა გიორგის. სოციალური ქსელების სავსეა, ეს რას იწვევს? ისტერიას იწვევს საზოგადოებაში, სრულ დაუცველობას, უმწეობის შეგრძნებას და ნიჰილიზმში გვაგდებს ჩვენ თელ საზოგადოებას, არა გვაქვს სახელმწიფოს იმედი. შეგვიძლია თუ არა გავხდეთ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებული სახელმწიფო. კი ბატონო, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სტატისტიკაზე, რომელზედაც ბევრ საუბრობენ ბოლო დღეების განმავლობაში და ერთსაც აღნიშნავ 2 წლის წინ სოფელ ვარიანში სუბალაშვილების ოჯახის ანალოგიური ტრაგედია დატრიალდა. მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემის შესახებ, რა შეიცვალა სახელმწიფოს მხრიდან 2 წლის შემდეგ. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდები, დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ კვირის არგუმენტებს, რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ სწორედ მაგალითად მოვიყვანეთ 2 წლის წინ ანალოგიური ტრაგედია გორის რაიონში სოფელ ვარიანში მცხოვრები ზუბაშვილების ოჯახში დატრიალდა ეს ტრაგედია და მე მინდა სახელმწიფო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ვთხოვო სწორედ ანის იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ შეიცვალა დამოკიდებულება ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ პრობლემატიკაზე. და რა შეიცვალა, მოდით ესე ვთქვა.
მოდით ჯერ სახელდება მოვახდინოთ რაშია პრობლემა. დიახ. პირველი არ შეიძლება არ აღვნიშნო მიდგომა, რომლის თანახმადაც ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვამბობდით და ეხლაც ვამბობთ რაღაცებზე, რომ ეს პრობლემა არ გვაქვს და გვეჩვენება. ანუ სანამ გაეროს ბავშვთა ფონდმა არ დადოს 77,000 წერტილი ბავშვი, რატომღაც ვერავინ ვერ ხედავს ქუჩაში მყოფ ბავშვს და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასევე გარდაიცვლება ასეთი ქუჩაში ძირწოლიარე ბავშვი, ხო? ეს ერთი. მეორე მინდა გამოვეხმაურო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, უბრალოდ ძალიან მარტივი კითხვა რომ დავსვათ. თქვენ ჟურნალისტმა რო თქვათ, რომ ძნელია გადაცემის ჩაწერა. ხომ არავინ არ მიიღებს ამ არგუმენტს, იმიტომ რომ ძნელია და რთულია ჩემთვის ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სახელმწიფოსთან მაქვს მიმართვა და არ კონკრეტულ პირთან არ არის ეს არგუმენტი, იმიტომ რომ ძნელი არ არის ის, რის შესახებაც არის კვალიფიციური ცოდნა. ჩვენ თუ გვეცოდინება, რამდენი სოციალური მუშაკი უნდა ყოფილიყო ადგილზე, რომ ეს ბავშვი აღმოეჩინა, წერტილი, ანუ ზუსტი ციფრი, იმიტომ რომ ამის შესახებ კვლევებია ჩატარებული, ეს ჩვენ არ უნდა მოვიგონოთ. მაშინ ეს ძნელი არ იქნებოდა, ანუ მე არ მესმის ძნელია და არასაკმარისი, ეს ორი არგუმენტი გაუგებარია. ეხლა მინდა გავახსენო, რატომღაც არავის არ ახსენდება. ჯერ კიდევ 2008 წელს 9 წლის ბოლოს, 2009 წლის ბოლოს, ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება აღებული, რომ 50% შემცირებული იყო იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის გამო მიტოვებულნი არიან. 100%-ით გაზრდილი იყო აი ასეთ სოფლებში ბავშვთა მომსახურება, ამბულატორია, დამხმარე სერვისები. მე მართლა მაინტერესებს, რატომ არავინ არ კითხულობს სამოქმედო გეგმის შედეგებს. ასევე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ის მაინც გავიგოთ, ის თანხა რაც დაიხარჯა, ადეკვატურად დაიხარჯა თუ არა. ანუ მე ცოტა მეჩვენება, რომ რაღაც აბსტრაქტულ სფეროში მოძრაობთ, მაშინ, როდესაც იქ სადაც თანხა, იქ სადაც საჭიროება, იქ არის ხარჯვის მაჩვენებელი. მე როგორც ფსიქოლოგმა და ოკუპაციური თერაპევტმა შემიძლია 90% სიზუსტით გითხრათ, რა ჭირდება ბავშვს. ისიც შემიძლია გითხრათ, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს. აი, სად არის ძნელი და შეუძლებელი, ეს ცოტა აღარ მესმის. აი, ეს იქნებოდა ჩვენი პოზიცია. უნდა გაგვცეს ამაზე პასუხი. იმიტომ რომ აი ბოლო 5 წლის მანძილზე რაც მე ვმუშაობ ამ სტრუქტურაში, შავით თეთრზე ეწერა რომ ბავშვები იყვნენ სიღარიბეში, ბავშვებს ტოვებდნენ, ბავშვები გარდაიცვლებოდნენ და რა ვიცი, რომელი ნაწილია. არის თანხაც, არის პროგრამაც. არის თანხა, არის პროგრამა, ძალიან მარტივია გავიგოთ. ამდენი ბავშვია, ამდენი პროგრამა, შესაბამისობა არის თუ არ არის, მაშინ ვთქვათ, რომ ეს პროგრამა საკმარისი არ არის. ანუ მე ცოტა ვერ ვიგებ აბსტრაქტულ მსჯელობებს. ანუ ეს მე როდესაც მუშაობდი წლების განმავლობაში ბავშვებთან, ეს ხელით ხელზე, მე ბავშვს ვერ ვეტყოდი ძნელია, იმიტომ რომ ის ვერ გაიგებს. კი ბატონო, მოდით ბატონი გიორგის კითხვას პასუხს სანამ მივიღებთ, მანამდე ქალბატონი მაიას ინფორმაცია მოვისმინოთ, რა მდგომარეობა ჩვენ ციფრები გვესმის, ჩვენ გვესმის სტატისტიკა, მაგრამ უფრო ძირფესვიანად რო გითხრათ, რა მდგომარეობაში ვართ ეხლა? გოგიტა აბაშიძის ოჯახი არ არის გამონაკლისი საქართველოში, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ როგორც ახსენეთ, აქ არაერთხელ აღენიშნა 77,000 ბავშვი დღესდღეობით საქართველოში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ ეს არის 2 ლარი დღეში, რომელიც არა მარტო კვებაზე, არამედ ყველაფერზე იხარჯება და ფარდობით სიღარიბეში, ანუ ესე იგი დღეში 3,600 ლარი ცხოვრობს 205,000 ბავშვი საქართველოში დღესდღეობით. ჩვენ ეს კვლევა ბავშვთა სიღარიბის შესახებ კვლევა 2012 წლის ივლისში გამოვაქვეყნეთ და ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა ის, რომ ბავშვიანი ოჯახები საქართველოში არიან უფრო ღარიბნი, ვიდრე ის ოჯახები, რომელთაც არ აყავთ ბავშვები. ანუ ბავშვები ყველაზე უფრო დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების. და ის არსებული სოციალური დახმარების მექანიზმები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ის არ არის საკმარისი ბავშვთა ინტერესების და მათი საჭიროებების გასათვალისწინებლად. ანუ ის სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს. და ბუნებრივია ჩვენს რეკომენდაციას უწევთ, რომ საჭიროა მათი გადახედვა და შეცვლა. ანუ ბავშვიანი ოჯახები, განსაკუთრებით რასაკვირველია ის ოჯახები, სადაც არის თქვა 3-ზე მეტი ბავშვი, უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, უფრო ღარიბნი არიან და ნუ ყველას გვესმის ახლა რა მძიმე არის სიღარიბე და სიღარიბეში გაზრდილი ბავშვი, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა რომ საზოგადოებამ ნათლად გააცნობიეროს ის, რომ ბავშვი, რომელიც იზრდება სიღარიბეში და ღარიბ ოჯახში, მას არ აქვს საშუალება მიიღოს ნორმალური განათლება, ნორმალური სამედიცინო მომსახურება
მომსახურება ის ვერ იღებს სკოლამდელ განათლებას, შეიძლება სკოლაში უკვე ვეღარ არის ისეთ აკადემიურად მოსწრებული და ჩამორჩება სწავლის მხრივ, შეიძლება წიგნის ყიდვის საშუალებაც არ ქონდეს, ეს თავისთავად მას ნაკლებ კონკურენტულ უნარიანს ხდის შემდგომ უკვე ბაზარზე, როდესაც ის უკვე ამთავრებს სკოლას, გადის და დამოუკიდებლად უნდა განაგრძოს ცხოვრება, ხო? შესაბამისად აკლდება სამუშაო ძალის სახით ქვეყანას და მის ეკონომიკას და მის განვითარებას. ანუ ინვესტიცია ბავშვებში ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვი დღეს იყოს კარგად ჯანმრთელი მოვლილი, არამედ ეს არის ინვესტირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქვეყნის მომავლის შენებაში და სახელმწიფოს განვითარებაში. ამიტომ ის თუ რა ინვესტიციას დღეს სახელმწიფო დევს ბავშვთა განვითარებაში, ბავშვთა ჯანმრთელობაში და აი ამ ბავშვთა პროგრამებში ეს მას დაუბრუნდება შემდგომში უკვე 10 მაგად და 7 მაგად. ანუ კიდე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. ჩვენ ამ კვლევის შედეგად მიმოვიხილეთ გარკვეული ვარიანტები თუ რა შეამცირებდა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბეს, რომლის შესახებაც მე ვისაუბრე. ვთქვათ, გამოვთვალეთ, ანუ დავთვალეთ ჩვენმა სპეციალისტებმა, ექსპერტებმა დათვალეს ეს რამდენიმე ვარიანტი და ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბეს შეამცირებდა თუ ვთქვათ, სახელმწიფო შემოიღებს ბავშვთა საყოველთაო შეღავაც თვეში 30 ლარის ოდენობით. ეს სახელმწიფოს თვეში 25 მილიონი ლარი დაუჯდება, რომელიც ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს შეამცირებს ვთქვათ 9%-დან 3.9%-მდე და ფარდობით სიღარიბეს 25%-დან 15%-მდე. ეს ყველაზე უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა სწორედ ეს ვარიანტი, ეს რეკომენდაცია. ჩვენ ასევე გამოვთვალთ, რა იქნებოდა თუ მიზნობრივი სოციალური დახმარება გაიზრდება, თუ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება და სარეიტინგო ქულა აიწევს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხედოს, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა ეს. მაგრამ სხვადასხვა ასევე სხვა მიმართულებებსაც მინდა შევეხო, იგივე ამ ბატონო, ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს ასევე აქტუალური, სწორედ ამ ტრაგიკული შემთხვევიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დაბრუნდა დღის წესრიგში. თუმცა წინა საარჩევნოდ ამ თემაზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ. ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იმყოფება ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ წინა ხელისუფლების მხარდამჭერები და წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ, რომ ეს არ არის სიმართლესთან ახლოს და რომ ჩვენ ესეთი მაჩვენებელი არ გვაქვს. დღეს შეგიძლიათ გითხრათ, რა შედეგი გვაქვს ამ დღესდღეობით საქართველოში ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება სხვადასხვა მიზეზის გამო, აქედან 700 ბავშვი იღუპება დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში, ანუ 12 თვის განმავლობაში და 400 ბავშვი პირველი კვირის განმავლობაში. და აქედან აი ამ რაოდენობიდან 300 ბავშვის სიკვდილი განპირობებული არის კვების სხვადასხვა დეფიციტიდან გამომდინარე, რომ კვებაში არ იგულისხმება მხოლოდ საკვების ქონა, არ ქონა, აქ იგულისხმება ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიწოდება ორგანიზმისთვის, რომელიც აუცილებელია როგორც დედის და ორსულობის ნორმალური განვითარების, ასევე ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. ეს განპირობებული არის იგივე მცირეწონიანობის ორსულობის დროს ანემიის, ფოლიუმის მჟავასთან მიუღებლობასთან ასოცირებული სხვადასხვა ანომალიების და პათოლოგიების შედეგად. ანუ მდგომარეობა ამგვარი არის არასახაბიელორი თუ შევადარებთ, მაგალითად თქვენ ახსენეთ შედარება ევროპის სხვა ქვეყნებთან და თუ შევადარებთ, თქვათ ევროპის 44 ქვეყანას ავიღებთ, საქართველო დღეს იმყოფება 42-ე ადგილზე. მას ჩამორჩება თუ არ ვცდები ყაზახეთი და აზერბაიჯანი. 42-ე ადგილზე ევროპის ქვეყნებს შორის. და ეს რასაკვირველია, არასახარბიელო და შემაშფოთებელი მონაცემია და ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ალბათ ეს კიდევ ცალკე გადაცემის თემა არის, თუმცა ასევე მინდა ერთ ფაქტორსაც შევეხო, ეს არის სწორედ ვახსენე უკვე კვების დეფიციტი, მწვავე დეფიციტი, რომელიც ქვეყანაში აღენიშნება 9 მილიონზე მეტ ქალსა და ბავშვს. აქ არ იგულისხმება კიდევ ერთხელ ამბობ საკვების ნაკლებობა, აქ იგულისხმება სწორედ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა, რომელიც ორგანიზმის განვითარების და ბავშვის ჯანმრთელობისა და მისი განვითარებისთვის არის აუცილებელი. და შესაბამისად აუცილებელი არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურების უწყვეტობა ბავშვის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს რგოლი უნდა მოქმედებდეს კოორდინირებულად, არ იყოს წყვეტა არც ერთ ამ რგოლს შორის, რათა ბავშვი არ დაიკარგოს ამ რომელიღაც ეტაპზე და თავიდან როგორც კი ბავშვი ჩაისახება, იქ ორსული ქალი მიდის ექიმთან, ხო, აქვს გარკვეული ვიზიტები, იქიდანვე უნდა დაიწყოს ზრუნვა ბავშვის
ჯანმრთელობაზე, ან ორსულს უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, ხდებოდეს მისი კონსულტირება, შემდგომ ინფორმაცია გადადიოდეს სამშობიაროში, იქ რასაკვირველი ადეკვატური ზრუნვა უნდა ხდებოდეს და შემდგომ პირველადი ჯანდაცვის რგოლში. ანუ ეს წყვეტა არ უნდა მოხდეს ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე. ბატონ გიორგი, სტატისტიკა შემაშფოთებელია, კრიტიკაც როგორც თავიდანვე ესე ვთქვათ, განსაზღვრეთ კიდევაც, კრიტიკის ყველაზე მეტი წილი მაინც სახელმწიფო ინსტიტუტზე მოდის. ანა აღნიშნავდა, რომ რთული შესასრულებელი არ არის არგუმენტია. კი ბატონო. რას უპასუხებთ? არაფერს. რა არის რთული, მაშინ მოდით ესე ვთქვათ, არის თანხა, არის პროგრამა, რა არის რთული? გასაგებია ხა, დღევანდელი დღეს ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული თემატიკა, მაგრამ რახან ჩვენ უნდა გავიხილოთ ეს სოციალური პოლიტიკის ჭრილში არ შეიძლება ამოგლეჯილად განვიხილოთ. შეიძლება ყველაფერი მარტივი არის, როდესაც ქვეყანა ფეხზე დგას, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი აწყობილია და როდესაც შესაბამისი დაფინანსება არის. მე ტყუილად არ დავიწყე სტატისტიკი და ტყუილად არ ვახსენე სიღატაკე. თქვენ ჩათვალეთ, რომ დღეს მოსახლეობის ყველაზე ცოტა 12-13% უკიდურეს სიღატაკეშია. ერთი ამდენივე სიღატაკეში არის. რო გადავხედოთ უბრალოდ დასაქმების სტატისტიკას და ეს ყველაფერი ერთი აჭრილში განვიხილოთ, რეალურად ნებისმიერ სახელმწიფოში ის ხალხი, ვინც მუშაობს, ინახავს იმ ხალხს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს. საქართველოში ეს ბალანსი ბიუჯეტის დონეზე არის ყველანაირად დარღვეული. ვახსენე აგრეთვე 30 ლარიანი დახმარება, რომელიც სამხარებლო მინიმუმის მეხუთედი არის. იგივე რაც არის UNICEF-ის კვლევაში, შეიძლება ცოტა არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ამას საერთოდ კვლევა არ ჭირდება. ჩვენ რო ავიღოთ სიღატაკის ბაზა და იქ ცალკე გამოვყოთ ბავშვთა კატეგორია, ზუსტად ანალოგიური ციფრები დაგვიჯდება დღეს არსებულ იმ კატეგორიაში, რომელიც 57000 ქულას ქვემოთ არის და ცოტა მეტი ციფრიც არის სიმართლე რო ვთქვათ ეს. შესაბამისად არის UNICEF-ის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ფულადი დახმარება გაიზარდოს და ბავშვს მიებას ეს თანხა. მაგრამ ამასთანავე ნუ დაგვავიწყდება რა კატეგორიების ოჯახებთან კონდეს შეიძლება ურთიერთობა. აქ არის ღატაკ ოჯახებთან, რომელშიც დიდი ალბათობა არსებობს, რომ იყოს ძალადობის ფაქტები, დიდი ალბათობა არსებობს, რომ აგრეთვე დასრულ ადამიანს, რომელიც იმ ოჯახში იმყოფება, აგრეთვე განიცდის რაღაცების ნაკლებობას და შესაბამისად ეს ფული თუ წარიმართება ამ ოჯახისაკენ, ეს ბავშვის დახმარება, ეს ფულადი თანხა მოხმარდება ბავშვს თუ დიდს, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება აღნიშნული საკითხი. შესაბამისად დგას პრიორიტეტი. კიდე დაგისახლებთ ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომელზეც არაერთხელ განგვიცხადებია ამ ბოლო პერიოდში. იგივე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში სიღატაკე შემცირდა. სხვადასხვა პროცენტს ასახელებენ. მაგრამ მე ისევ სტატისტიკას დაუბრუნდები და გეტყვით, რომ 2008 წლის მერე, როდესაც სიღატაკის ზღვარს მიღმა დაახლოებით 300,000 ადამიანი იმყოფებოდა 2013 წლის იანვარში მიაღწია რეკორდულ ციფრს და 530,000 ადამიანი იყო დაფიქსირებული, რომელიც შემწეობას ღებულობდა. ესე იგი, რასთან აქვს საქმე? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა. აქ იყო ცდებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანაში სიღატაკე მცირდებოდა, თუ იყო რაღაც ციფრების მანიპულირებასთან დაკავშირებული და ფაქტობრივად ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ციფრი გაიზარდა მიახლოებით 30%-ით. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ იანვარ-თებერვალში ესეც გაჟღერებული იყო ტელევიზია და რამოდენიმე თემა მიეძღვნა ამ საკითხს. 18,000 ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება. ეს იყო პირველადი ეტაპი, როდესაც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარკვეულ ოჯახებს გააჩნდათ შემოსავლები დაწყებული წელიწადში 10,000 ლარი, დამთავრებული 100,000 ლარობით. შესაბამისად, არის ეს ბაზა პირველ რიგში წესრიგში მოსაყვანი და ზუსტად ამისკენ არის დღეს პირველი ნაბიჯები გადადგმული, რომ რეალურად ჩვენ გავსაზღვროთ ის სამიზნე კატეგორია, რომელიც ყველაზე ძალიან საჭიროებს. ამასთანავე კიდე ჩაგეკითხებით, თქვენ ახსენეთ ეს საკითხი, სოციალური დახმარება შეუწყდათ რიგ ადამიანებს ამ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევები, ამდენ ხშირი, ახლა ძალიან შეიძლება არასწორი ტერმინია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სოციალური პრობლემები, ან უბრალოდ ელემენტარული შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, ეს არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მაგალითად ოჯახი არჩენონ, იგივე ტრაგედია რო ავიცილოთ თავიდან, როგორც მაგალითად გოგიტა აბაშიძის შემთხვევაში, როგორც კი ეს დაფიქსირდება, ამ ადამიანებს უწყდებათ სოციალური დახმარება, ან ბაზიდან არიან ისინი ამოღებულები. მე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, პრეზიდენტიც იმყოფებოდა ერთ-ერთ ესეთ ოჯახში, სადაც
ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ამას ხედავდეთ ყველანი და ამბობდნენ, რომ სოციალური დახმარება მათ შეუწყოთ. რატომ ხდება ესეთი ფაქტები? კი ბატონო, აქ არის კონკრეტულ ფაქტზე ლაპარაკი. ნებისმიერი ოჯახი, რომელიც არის ბაზაში, აქვს ვალდებულება აღებული, რომ ერთი თვის განმავლობაში, როცა მის ოჯახში იქნება გარკვეული ცვლილებები, და ეს ცვლილებები შეიძლება იყოს მისამართის შეცვლიდან დაწყებული, ოჯახში ახალი წევრით დამთავრებული და მათ შორის ფინანსური რესურსის გაჩენით. შესაბამისად, ვალდებულება აქვს, რომ შეატყობინოს ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ მას სიღატაკე შეუწყდება. აქ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ეს გარკვეული შემოსავალი თუ გაჩნდა ამ ოჯახში, ეს შემოსავალი დეკლარაციაში უნდა იყოს ასახული. ხოლო თუ ოჯახში არის საკმაოდ ძიმე სიტუაცია, არის სიტყვაზე მრავალშვილიანი ოჯახი, არის ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შეიძლება იმ ოჯახში გაცდეს 500, 700 ან თუნდაც 1000 ლარიანი შემოსავალი, მაგრამ ისინი მაინც სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩნენ. შესაბამისად, ყოველი ეგეთი შემთხვევა თავიდან გადამოწმებას ექვემდებარება და იმ ოჯახებმა, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა, დაწერეს განაცხადი, იმ დეკლარაციაში ასახული იქნა ეს თანხა და დიდი ალბათობა არის, რომ ვისაც ეკუთვნის რეალურად სადღაც 20% უკვე აღუდგა ეს დახმარება. შესაბამისად, აქ არის იმაზე ლაპარაკი, რომ სისტემური მიდგომა იყოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბიუჯეტი არის ნებისმიერ შემთხვევაში სოციალური დეფიციტური და რაღაცა ფარგლებში არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, გარკვეული კატეგორია თუ ღებულობს ამ თანხებს, დავარქვათ ეგრე უკანონოდ, შესაბამისად ეს თანხები აკლდება ვიღაცა სხვა ოჯახს, რომელიც რეალურად საჭიროებს ამ დახმარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავიდეთ ზუსტად სამიზნე ჯგუფზე. ზუსტად უნდა გავსაზრდოთ მათი საჭიროებები და ეს სოციალური დახმარებები, რა თქმა უნდა, გაიზარდოს, მაგრამ ამასთან უნდა გავავიწყდება, რომ ქვეყანაში თუ დასაქმების მაჩვენებელი არ გაიზარდა, ჩვენ ამ მაჩვენებელს ეს სიღატაკე ყოველთვის დაგვრჩება ნებისმიერ შემთხვევაში. ქალბატონ თეა, მხოლოდ სახელმწიფოზე, ესე რომ ვთქვათ, ყურადღების გამახვილება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. იგივე ერთი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, რომის ირგვლივაც ჩვენ ახლა ვართ ჩაკრებილები, რამდენად სწორია? აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ ნებისმიერი სოციალური მოვლენა, ნებისმიერი ქმედება ობიექტური ფაქტების ურთიერთქმედების შედეგია და როდესაც ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დიახ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და მას აქვს პასუხისმგებლობა, არ შეიძლება პირად პასუხისმგებლობაზე არ გავამახვილოთ ყურადღება და არ ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ადამიანებმა თავიანთ თუნდაც ძალიან ძიმე გაუსაძლის ეკონომიკურ ვითარებაში არ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ თუნდაც მოიპოვონ ის, რაც მათ ესაჭიროება. ეს იმიტომ არა, რომ ეხლა ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ ან გარკვეული, ვთქვათ, განკითხვა მოვახდინოთ იმ შემთხვევის, რომლის ტრაგიზმს ალბათ არ აქვს საზღვარი. არამედ იმიტომ, რომ ამავე მდგომარეობაში უამრავი სხვა ადამიანია და სრულიად ესეთი შემზარავი ციფრები სახელდება და შესაძლოა რომ ისინი უყურებენ და მედიას მართლა ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან დიდი ფუნქცია აქვს ასევე თუ სოციალურ ფაქტორზე ვისაუბრებ და ინფორმირებულობის დონე უნდა გაიზარდოს. აუცილებელია რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვის შეიძლება მიაკითხოს, ვის ევალება მათი დახმარება და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე. როდესაც მშობელი, ვთქვათ, გასაგებია რთულ სიტუაციაშია უამინდობის ფინანსების არქონის გამო, მაგრამ ის ვერ აკითხავს ექიმს, იმიტომ რომ არის გარეთ ცუდი ამინდი და შორს არის საავადმყოფო, რაც მე ამ ასევე ძალიან ძიმე ინტერვიუში ამოვიკითხე. მაშინ როცა მშობელი ამბობს, რომ მე არ შემიძლია ვთხოვო სხვა ადამიანს ან სხვას ფული იმისათვის, რომ გამოვყვებო ჩემი შვილები, როდესაც ადამიანები უბრალოდ არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როდესაც ბავშვი დაიბადა 4 კილოგრამი და ის იმყოფება 1 წლის ასაკში და მხოლოდ 200 გრამი აქვს მომატებული, რომ მას მინიმუმ აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა უკვე, რომელიც შეიძლება თავის დასაბამის თვალსაზრისით არის კვების დეფიციტიდან, მაგრამ აქ განუვითარდებოდა დარწმუნებული ვარ სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც სწორედ აი ამ არგუმენტის წინაპირობა იყო, რომ ექიმების ინტერვიუში ჩანდა, რომ შეიძლება და ბავშვს ვეღარც მიეღოს საკვები, იმდენად გადაგვარებული იყო ორგანიკა. იცით, მშობელს და ამ შემთხვევაში განსაცდელში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს სერიოზული პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ აღებული და
უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიური მზაობა იმისათვის, რომ ის რომ მას უჭირს, ის რომ მას აქვს გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა, ის უნდა იბრძოდეს იმისათვის, რომ მიაღწიოს დახმარების მიღებას და არა ფოტოების გადაღება იყოს საჭირო, თუ ბიუროკრატია იყო. მიაღწიოს, თუ კი ესეთ ბიუროკრატიული პრობლემები უშლის ხელს, რომ ეს დახმარება მიიღოს ამ შემთხვევაში. მე რაც ამოვიკითხე კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან ჩაეძია თქვენი კოლეგა ერთ-ერთი ჟურნალისტი და ეკითხებოდა, რატო ვერ მოხდნენ ამ ბაზაში და არგუმენტი იყო უმძიმესი, რომ ვერ მოახერხეს ფოტოს გადაღება და მიტანა იმისათვის, რომ დაფიქსირებულიყონ ბაზაში. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი პასუხისმგებლობის საკითხი, რომ და როდესაც კითხეს იგივე მამას, რომ რატომ ვერ მოახერხა, მე ვერ ჩავედი. პასუხი იყო ეს, მე ვერ. ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა და მე არ ვამბობ ამას კრიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ პირადი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებელია იყოს გაჟღერებული, იმიტომ რომ აი ამ ტრაგედიაში, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორები ერთობლიობაში გვაძლევს იმ დრამატულ შედეგს. ანასურს გამო. მინდა უბრალოდ ორი სიტყვა ჩავერთო პირველ რიგში კაპიტან თეას და მე ბატონ გიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ რა თქმა უნდა პირადი პასუხისმგებლობა არსებობს, მაგრამ მე ჩემი პირადი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ვერ შევძელი ჩავსულიყავი და სოფელ მეპოვა ესეთი ბავშვები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს პირად პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვისაუბროთ. ეს ერთი, მეორეც ერთი, სახელმწიფოს შექმნის იდეა არის ის, რომ ყველაზე სუსტ გავეხმაროთ. გაგისრიათ ეს პასუხისმგებლობა, ან თქვენ შეიძლება აიღოთ, რომ თქვენ კონკრეტულად ისევე როგორც ყველა აქ ჯდომს გვაკისრია. ჩვენ გვაკისრია, რომ სოფელ ვიაროთ და ვეძებოთ თვითონმა ჩვენგან. რომ ყველაზე სუსტ დავეხმაროთ. მე ესე მიმაჩნია შეიძლება ადამიანს არ ქონდეს ესეთი ბრძოლის უნარი, როგორიც მიღებულია, ის იყოს, თქვათ, მეტი დახმარების საჭიროების ქონა. ეს უბრალოდ ჩართვა იყო, ეს ჩემი პირადი აზრია, დავაზუსტებ და მე ასე მოვედი და ასე ვარ ამ დღეებში, მაგრამ მე მინდა გამოვეხმაურო ბატონ გიას მოსაზრებას სოციალური დაცვის სისტემასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ბატონ გია არის შესანიშნავი ექსპერტი შრომის საკითხებში, მაგრამ ძალიან მწუხარ, როდესაც არ ვსვავთ უფრო ღრმა კითხვებს და პასუხებს არ ვეძებთ. რამდენიმე დღის წინ შემომჩილა ერთ-ერთმა ოჯახმა, რომ მათი ნაცნობი სხვა პირები ამბობენ, რომ მოდი ვიყო პასიურად, მირჩევნია პასიურად ვიყო, იქნება არ წამართვან ეს დახმარება. მაშინ დავუსვათ კითხვა, ეს სისტემა სწორედ არის თუ არა ორგანიზებული. მე გაგახსენებთ ისევ კონკრეტულ მაგალითს. პასიურად რა ცოტა უფრო რო გადავაკეთო. კი ბატონო, აი მაგალითად, თუ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს და დასაქმდეს, მე შეიძლება მირჩევნდეს გავჩერდე, იმიტომ რომ თუ დავსაქმდები, მაშინ წამართმევენ. ანუ რამდენად სწორია იდეა და მე ამას აბსტრაქტულად არ ვსურვებ. კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით. შეზღუდული შესაძლებელი პირი მოვიდა, რომელსაც ჰქონდა სოციალური დახმარება, დასაქმდა და მე ეს სოციალური დახმარება მოუწია ამ ეს ხელფასი გადაეხადა იქით სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, უარი თქვა მუშაობაზე და წავიდა და დაჯდა სახლში. რაღაც ცოტა არალოგიკურია, იმიტომ რომ დაბრუნების სისტემა არ არსებობს და თუ ამბობ, თუ შეიძლება ფაქტები დავაკონკრეტოთ. კი ბატონო, აი ხო გეტყვი ძალიან კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული პრობლემებით, მაგრამ როცა ხდება უკვე ბაზებში გადამოწმება, კონკრეტული ფაქტების ამოღება ზოგ ძალიან ხშირ შემთხვევაში თავს ხრია და გადიან ოთახიდან. და თუ შეიძლება ეგეთი რეალობაში არ არსებობს, მაშინ მეორე რეალობას გეტყვით, ბატონო გია, მსხვერპლი, ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც სახლში ცემენ, ურტყამენ, უარს ამბობს გადავიდეს სახელმწიფო თავშესაფარში, იმიტომ რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თუ ამ თავშესაფარში აღმოჩნდება, უნდა წაართვას სოციალური დახმარება. ანუ გავაანალიზოთ სისტემა რისკენ უბიძგებს ამ ადამიანებს, გააქტიურდნენ, მოძებნონ, რასაც თქვენ ამბობთ, გეთანხმებით აბსოლუტურად აქტიური უნდა იყოს, მაგრამ სისტემა, რომელიც უბიძგებს, რომ იყოს პასიური, დაელოდოს სახლში, აი ეს, არ ვიცი, გარდაცვალებას ვერანაირად ვერ შეხვდება ძალადობის ხვეპლა ქალბატონმა თავშესაფარში კი არ უნდა გადავიდეს, უნდა მიმართოს პოლიცია, სასამართლოს ბრძოლით იბრძოლოს და გაასახოს ის მოძალადი ხარი ოჯახიდან. სასამართლო ბრძოლით იბრძოლოს. თავშესაფარი არის მისი უფლება, მაგრამ რატომღაც სახელმწიფო გადაწყვიტა, რომ თუ ის იმდენად აქტიური იქნება, რომ იტყვის, რომ მე აღარ მინდა ვიყო ძალადობის ხვეპლი, მას ჩამოერთმევა სოციალური დახმარება. ანუ მე ვფიქრობ, ცოტა უფრო მასშტაბურად პასუხისმგებლობაზე მივდივარ და აბსოლუტურად მნიშვნელოვან საკითხს ბრძანებს. რა თქმა უნდა, სისტემა გასააზრებელია, რომ არ იყოს ისეთი სახის ზედება, რომ ერთი მეორეს აბსურდულად გამორიცხავდეს და პირიქით ხელფერ სისტემა, რომელიც გამორიცხავს მაგრამ ჩვენ სოციალურად გვაქვს
ძალიან სერიოზულად პრობლემა პირადი პასუხისმგებლობის. თქვენ თვითონ ბრძანებთ ამის შესახებ, როცა ადამიანი ამბობს, თუ მე აღარ მომცემენ დახმარებას, ხომ არ ჯობია დავჯდე და არ ვიმუშაო, ეს უკვე არასწორი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ დახმარება ასე ორგანიზებული, რომ ისი თუ ის აქტიური გახდება და მოძებნის რაღაც თვითდასაქმებით შემოსავალს, ემუქრება საფრთხე რომ წაართვა, ხო? აი ეს არის მთელი პრობლემა. თუ მე ვიმუშავე და მოვიპოვე ჩემი გარდამავალი ეტაპი სიღარიბიდან კეთილდღეობამდე ეს არ ხდება ერთ დღეში, ხო? ალბათ დამეთანხმებით. ამას სჭირდება შენება ნელ-ნელა, მაგრამ სისტემა როგორც კი ამჩნევს რომ მე გავაქტიურდი, მე ვარ ძალადობის მსხვერპლი, მივმართე, დამიცავით. ამ დროს მე მერთმება ეს მცირე დახმარება. ამ დროს ვფიქრობ, რომ ეს დახმარება ბევრი წელი მექნება, რა თმინდა მე ეს გააქტიურება, ეს ხომ არ არის ჩემ ხელის შემშლელია იმისა, რომ პირადი პასუხისმგებლობა აიღოს. ამ შემთხვევაში მოკლე რეპლიკა და რეკლამა და შემდეგ ბატონ დიმიტრი. ჩვენ გვაუწყდება თანხებზე, რა თანხებზეა ლაპარაკი, როდესაც სამწევრიანი ოჯახი არის, იმ ოჯახში არის 100 ლარამდე სოციალური დახმარება. იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც პირდაპირ გამიცხადეს 300 ლარზე ნაკლები ხელფასი თუ იქნება, მე მირჩევნია ეს 100 ლარი ავიღო. შეთავაზება იყო 200 ლარიანი ხელფასის. ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია მათი არგუმენტი. და სისტემას რა აქვს სისტემას, რომ გააქტიუროს, мотиваცია გაუზარდოს, უთხრას, რომ თუ კიდევ დარჩება უმუშევარი, ისევ ჩაერთვება. სისტემა ამას იცავს, აი ეს არის. კარგი, ამაზე მივიღოთ პასუხი რეკლამის შემდეგ, რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ვუყურებთ კვირის არგუმენტებს, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენ საუბრობთ სოციალურ საკითხებზე და საუბრობთ ბავშვებზე და აქვე ამიტომ შევეხოთ თემას, რომლის შესახებაც ჩვენს გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია და მინდა ერთხელ გავახმაურო, ლეიკემიით დაავადებულ 8 წლის თენგო ზაკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. თენგო 2 თვეზე მეტია იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობს, ის ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდ საქართველოს ბანკში გახსნილი აქვს ანგარიში, მიმღების დასახელებაა დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდი. ანგარიშის ნომერს თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე და თხოვნა იქნება აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა სწორედ აღნიშნულ მისამართზე. რაც შეეხება ჩვენს თემას, საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა სისტემასთან დაკავშირებით. მე მინდა ბატონ დიმიტრის აზრი მოვისმინო. აი ესეთი საკითხი წამოჭრა ანამ. არიან მოქალაქეები, რომლებიც სოციალური დახმარების ამ ბაზაში არიან მოქცეულები, მაგრამ მათ ეშინიათ იმის გამო, რომ არ დაკარგონ ეს სოციალური დახმარება, რაღაც გააქტიურდნენ და დასაქმებას მიყონ ხელი. რა უნდა გავაკეთოთ? გამოითქვა პოზიცია, ალბათ, რომ სისტემა უბიძგებს პასიურობისკენ. ადამიანს, რათა ისიც არ დაკარგოს, რაც მინიმიზირებულ ოდენობით, ალბათ, ადამიანს ეძლევა. მე ამ შემთხვევაში არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ განცხადებას, რომელიც თქვენ ისევ გააკეთეთ მოწოდების სახით დახმარების კუთხით. მე უბრალოდ მაინტერესებს შევეკითხვა ეს საზოგადოებას და საზოგადოებრივი აზრიც მოვისმინოთ. იქნებ რგვალი მაგიდა და კონფერენცია მოეწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა უჯდება სახელმწიფო აპარატის შენახვა, აი ხელისუფლებას თქვათ, ხომ? რა უჯდება ძვირადღირებული ავტომანქანები, საწვავი, მობილური ტელეფონები, ძვირადღირებული მივლინებები, რომლითაც სარგებლობს უკლებრივ ყველა, ესე იგი დაწყებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან და დამთავრებული ნებისმიერი დონის დელეგაციით, რომლის შესახებ შემდგომში არანაირი ანგარიშები არ ვრცელდება ხოლმე. იმიტომაც ვამბობ, რომ აი მსგავსი ტიპის მოწოდებები საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სრულ ისტერიამდე საზოგადოებაში და სრულ უნდობლობამდე ხელისუფლების მიმართ. ეს უნდა აღიკვეთოს, აუცილებელია რომ ბიუჯეტის ახლებური გააზრება მოხდეს, თუკი ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტზე, ასე ვთქვათ, ვშიელობთ, აუცილებელია რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც სწორედ თენგო ზაკაშვილის, დიმიტრი ცინცაძის და სხვათა მრავალთა ესეთი ბავშვების მიმართ ასე ვთქვათ, იქნება ორიენტირებული, რომ მათი მკურნალობის ხარჯები იქნეს დაფინანსებული. საბაზისო ჯანდაცვა არ შეიძლება იყოს კომერციალიზირებული, ქალბატონო თეა. აუცილებელია რომ საბაზისო ჯანდაცვა, ეს იქნება პრევენციული ჯანდაცვა, ეს იქნება ურგენტული, გადაუდებელი მკურნალობა იქნეს დაზღვეული სახელმწიფოს მხრიდან. დამერწმუნეთ ახლა იქ ძალიან კარგია რომ 15000 ლარიანი ლიმიტი გაგვაჩნია თითოეულ ჩვენგან და ყველანი დაზღვეულნი ვარ დღეს მთელ ქვეყანაში, მაგრამ აი ეს ბავშვები, ვიზეც ახლა თქვენ მოწოდება გააკეთეთ, კარგი იქნება თუ კი მათ მიმართ აი ეს ლიმიტები საკანონმდებლო დონეზე იქნება გაზრდილი და მე მგონი დამეთანხმებით რომ ამისი მიღწევა თავისუფლად შეიძლება, როდესაც საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წლების განმავლობაში ტაშფანდურში იხარჯებოდა მილიონი, თუნდაც ძალიან მწარე გამოცდილების
საფუძველს და მე მესმის რომ ახალ ხელისუფლება ძალიან ძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად შეუძლია ეს საკითხი გამოასწოროს. მე მინდა ერთ კონკრეტულ საკითხს შევეხო, რომელიც აბაშიძეების ოჯახს ეხება. რადგან არ გამახვილებულა ყურადღება. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ თეას მშობელთა პირადი პასუხისმგებლობის გარდაულობის აუცილებლობაზე, ამაზე აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ, ხოლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე არა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ხელბაჩაურის რაიონის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ მან არაერთხელ მოუწოდა მშობლებს, რომ მოეტანა მასთან საბუთები და მათ ეს საბუთები ვერ წარმოადგენეს. მე პირადად დავინტერესდი, რა საბუთებზე იყო საუბარი, გამოძიება ამას დაადგენს, მაგრამ მაინც მინდა წინსწრებით გავაკეთო განცხადება, რაც ჩემთვის არის ცნობილი. რამდენად ჩემთვის ცნობილი ამ საბუთებს შორის არის ის ელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არის სავალდებულო ასაღებად და რომლის აღებაც ვერ შეძლო ამ ოჯახმა, ან ცოლზე და ქმარზეა საუბარი, ვინაიდან მათი ღირებულება იყო 60 ლარი. ანუ უფრო მეტი, ვიდრე მათი უმწეობის შემწეობაა. ესეც ფაქტია. ამ შემთხვევაში მათი პირადი პასუხისმგებლობა, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ობიექტური იყოს განცდა ჩვენი მხრიდან, რომ მშობლების პირადი პასუხისმგებლობაც უნდა იკვეთებოდეს, რა თქმა უნდა, გადაფარულია იმ სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომელმაც უალტერნატივოდ დატოვა ეს ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის ვალდებულება. და აქ არ არის რაღაც რელიგიურ გზნობებზე ახლა მწუთა საუბარი, მხოლოდ რომელსაც ასევე ლეგიტიმური არსებობის უფლება გააჩნია. აქ არის სწორედ ადამიანის თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით აღიარებული უფლება, რომლის უფლებაც მოესპო კონკრეტულ შემთხვევაში აბაშიძეების მშობლებს. ისინი ამაზე არ მსჯელობენ, არ მეტყველებენ, არ ამბობენ თუ გამოძიებას აძლევენ დღეს ჩვენებას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ წინსწრებით შეგვიძლია ამ თემაზე ხმამაღლა და ღიად ვისაუბროთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აბაშიძეების ოჯახიც არის მრავალშვილიანი ოჯახი, ხო? მესამე შვილი იყო ფაქტიურად, მაგრამ იცით თუ არა თქვენ ქალბატონო თეა, რომ დღეს ჩვენს იურიდიულ სამართლებრივ სივრცეში არ გაგვაჩნია მრავალშვილიანის ცნების განმარტება. მრავალშვილიანის დეფინიცია არ არის განმარტებული კანონმდებლობით. ერთადერთი კანონი საქართველოში არის ბიუჯეტის შესახებ კანონი, რომლის 37 მუხლში ნათქვამია, რომ სოციალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლებსაც ყავთ 7 ან მეტი შვილი, იმ პოზიტიური პირობის გათვალისწინებით, თუ კი უფროსი შვილის ასაკი არ აღემატება, ანუ არ არის მიღწეული სრულწლოვან ასაკს და ეს ოჯახი უნდა ირიცხებოდეს სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში. ეს არის, არ ვიცი, ეს არის დაცინვა, ეს არის ცინიზმით ახსავს ნორმა, რომლის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არა ვართ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, ჩვენ არა ვართ სოციალური სახელმწიფო საერთოდ. სახელმწიფო, რომლის მთავარი პრიორიტეტები არ არის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვამდე, ან პირველად ჯანდაცვამდე ხელმისაწვდომობა, პრევენციულ ჯანდაცვამდე ხელმისაწვდომობა, ის არამც თუ ევროპულ ოჯახში შესვლას არ იმსახურებს, ის საერთოდ დედამიწის რუქაზე, როგორც სახელმწიფო არ იმსახურებს ყოფნას. კი ბატონო. დამერწმუნეთ. ბექა, საზოგადოებაზე თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ მე საზოგადოების პასუხისმგებლობის წილს აქ არ დავაკისრებდიო, მაგრამ საზოგადოება მაინც რაღაც ნაწილი თვითკრიტიკული იყო, აქციაც გაიმართა, მაგრამ არ იყო ეს, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მასშტაბური, ან არ ვიცი, აქცია ვის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, იქნება ესეც ამაზეც დავკონკრეტეთ. მიუხედავად იმისა, რომ იყო გამოხმაურება პრეზიდენტმა დროშა დაუშვა სასახლეზე, მოყვა განცხადებები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. იმდენად ათვიცნობიერებს საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, იგივე ამ აქციაში მონაწილეობდნენ, რომ ეს არ არის ამ ხელისუფლების მიერ გამოწვეული შედეგები, ანუ იმ შედეგებს ვიმკვიდრ ზუსტად იმისა, რაც დათესა შესაბამისად წინა ხელისუფლებამ, რომ რა თქმა უნდა, იქ იყო განცდა, რომ წასულიყვნენ, ვთქვათ, ახალი მე ვესწრებოდი ამ აქციას, მონაწილეობდი ამ აქციაში, იქ იყო განცდა, რომ წასულიყვნენ, ვთქვათ, იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთან, იგივე კანცელარიასთან და ასე შემდეგ, რომ მოეთხოვათ ზუსტად ცვლილება, იმიტომ რომ ესენი არიან ახალგაზრდები, ესენი ითხოვენ რეალურ სისტემურ ცვლილებას და სისტემური ცვლილება არ იქნება თუ ჩვენ ელემენტარულად მხოლოდ რაღაცა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს გავცეთ. იმიტომ ამ ჩვენ გვჭირდება ახალი სახელმწიფო იდეოლოგია. რა არის ის, რომ ჩვენ დღესდღეობით საქართველოში უსაფრთხოების დეფინიცია ჩაგვინერგეს, ისე რომ უსაფრთხოების დეფინიციას ვახდენთ მხოლოდ როგორც ტერიტორიული ურღვეობის თვალსაზრისით და კულტურული იდენტობის არ შელახვის თვალსაზრისით, მაგრამ ნებისმიერ უკვე სხვა ცივილიზებულ საზოგადოებაში უსაფრთხოება იწყება ადამიანი და მისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება. ეს უნდა გავათვიცნობიეროთ და რაც შეეხება ახლა პრეზიდენტს, პრეზიდენტი, ეს არის ყველაზე დიდი ფარისეულობა, როდესაც დამნაშავე ზუსტად იმავე დროს ჭირის უფალიც არის, ხო? ეს იყო ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი. ეს არ არის იმ სოციალური პოლიტიკის გამო, რომელიც იყო რა თქმა უნდა, მე გეტყვით უბრალოდ, რას ეფუძნებოდა მთლიანად ეს სახელმწიფო და მათი ლოგიკა. ეს იყო ჩვეულებრივი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სოციალ-დარვინისტული
ოპორტუნისტული მიდგომა ადამიანების მიმართ, სადაც ძლიერი გადარჩება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვინც არის მდიდარი ამ შემთხვევაში, ისეთულება ძლიერად არა უნარების საფუძველზე, არამედ ელემენტარული ეკონომიკური შესაძლებლობის საფუძველზე. ამიტომ არ შეიძლება ბავშვს დააკისრო პასუხისგებლად თუნდაც უდიერი მშობლების გამო, რადგან ბავშვს არ აქვს ამის პასუხისგებლობა. ბავშვს შენ უნდა შესაბამისად შეუქმნა შესაძლებლობა, რომ შემდეგ თავის რეალიზაცია თვითდამკვიდრება და აი ამ კონკურენციაში შესვლა, თქვათ, რომელსაც ესენი პროპაგირებდნენ, ხო, ხელი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, შესაბამისად მან შეძლოს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ცალსახაა ფაქტები, ხო? 2009 წელს თავისუფლების აქტი, ესეთი კონსტიტუციური ცვლილება მოხდა, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ 30%-ზე მეტი, ანუ მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქციის 30%-ზე მეტი დახარჯოს თქვათ ბიუჯეტი, გამოყოს საბიუჯეტო თანხებად, ხო? რას ნიშნავს ეს, რომ ის 30% იმ საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნას ვერ ხმარდება, არაფერზე არ ყოფნის განსაკუთრებით იმაზე, თუ ესეთი მიდგომა აქვს, რომ დააფინანსოს განათლება, დააფინანსოს ჯანდაცვა და ასე შემდეგ. და სამწუხაროა რა, რომ ყოფნის ფული რაზე? თავდაცვის ბიუჯეტზე ყოფნის აი ესეთ შადრევნების და სხვადასხვა კონცერტების დაფინანსება და ასე შემდეგ და აი მას ვამბობ, ჩვენ ეს ლოგიკა უნდა შევცვალოთ. თორე სხვა თვალსაზრისით ახლა ჩვენ გავზდით თუ არა ბიუჯეტს, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ზუსტად იმიტომ ვამბობ, აქ არ არის მხოლოდ რა თქმა უნდა მოქალაქეების თითოეული ინდივიდის პასუხისგებლობა არის, მაგრამ აქ არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ავალდებულებს ყველას მიმართ. ეს მინდა ინდივიდი მხოლოდ თავის თავს ავალდებულებს ერთი ადამიანის. გასაგებია, ქავტომაია თქვენ განაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს ინვესტირება მომავალი თაობის განვითარებასა და ესე რომ ვთქვათ, მომავალ თაობაში. ამ ბოლო პერიოდში იყო სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ იმისკენ მიმართული, რადგანაც ჩვენ ესეთ სავალალო შედეგი გვაქვს, რომ ინვესტირება ხდებოდა სწორედ იმ კუთხით, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. იყო ეკონომიკური ზრდა, ყველამ ვიცით, რომ იყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, თუმცა საქმე ის იყო, რომ აი ამ ზრდის შედეგები ნაკლებად აისახებოდა ადამიანების ცხოვრებაზე, ნაკლებად ხდებოდა მისი გადანაწილება, ხო? შესაბამისად, რომ ასახულიყო ის ადამიანების ცხოვრებაზე. იყო გარკვეული პროგრესი, რასაკვირველია, ამის უარყოფა შეუძლებელია, თუნდაც ის რომ ბატონმა გიორგი ახსნა სიღარიბე შემცირდა 2-3%-ით, თქვა 2009-2011 წლებში იყო პროგრესი გარკვეული მიმართულებით, თუმცა ჩვენ აქ დღეს საუბრობთ ზუსტად იმ პრობლემებზე, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ბავშვი დაიღუპა დღეს შიმშილის გამო და მის მდგომარეობაში სხვა არაერთი ბავშვი შეიძლება იყოს ზუსტად იმ წუთებში, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და სწორედ ამიტომაც არის საჭირო, რომ გაიზარდოს დაფინანსება იყო, მაგრამ არა საკმარისი, თქვენ ესე საუბრობთ? ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური საკითხებზე გაიზარდოს. ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ ალბათ უფრო გამოსავალზე, რა უნდა გაკეთდეს. უნდა გაიზარდოს აუცილებლად თქვენ როგორც აღნიშნეთ დაფინანსება სოციალური სექტორის, განსაკუთრებით სპეციალური პროგრამები შემუშავდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, რადგანაც კიდევ ვიმეორებ, რაც უკვე აღნიშნე, რომ ის დახმარება და ის სოციალური დაცვის მექანიზმები ნაკლებად, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს და ნაკლებად არის მათკენ მიმართული. ანუ ძირითადად ეს მაინც არის პენსიები, მიზნობრივი სოციალური დახმარებები და ბავშვებამდე ეს ნაკლებად აღწევს. ანუ სპეციალურად ბავშვებისათვის არის საჭირო გარკვეული დახმარების შემოღება, სოციალური დახმარების შემოღება. და ოჯახის და საზოგადოების ურთიერთობაზე თუ სახელმწიფოს ურთიერთობაზე თუ შეიძლება ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, აქ ლაპარაკი იყო, ვისი პასუხისმგებლობა არის. ძალიან ხშირად ბავშვი თავის ოჯახისაგანაც არის დასაცავი, ხომ? ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით და გვინახავს ბავშვები ქუჩაში, რომელთაც მშობლები აიძულებენ, რომ გავიდნენ და იმათხოვრონ. ამიტომ თუ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ერევა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის დაიცვას ბავშვის უფლებები, ხელი მოაწერა ბავშვის უფლებათა კონვენციას და აიღო ეს პასუხისმგებლობა, სწორედ აქ ერევა სახელმწიფო. თუ ბავშვის შენარჩუნება ოჯახში არის მიზანშეწონილი და კეთილსაიმედო, ბავშვის ინტერესებისათვის რასაკვირველია, პრიორიტეტი სწორედ ამას ენიჭება, არავის არ უნდა ბავშვის ოჯახისაგან განცალკევება და პრიორიტეტი ოჯახში შენარჩუნებას ეკისრება, მაგრამ თუ ოჯახი არ აკეთილსაიმედო, მაშინ სახელმწიფო ერევა და შესაბამისად უნდა განარიდოს ბავშვი ოჯახს, თუ იქ ყოფნა მისი არის გარკვეული საფრთხის შემცველი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის და იქ არ მოხდება მისი ნორმალური განვითარება. და ასევე საზოგადოების დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ
ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საინტერესო კვლევა ბავშვთა მიმართ ზალადობის შესახებ. კვლევის შედეგები მოგვიანებით მაისში გამოქვეყნდება, მაგრამ ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ. ერთი რომ აი საზოგადოება ძალიან დიდი ნაწილი უმრავლესობა თვლის რომ თუ მის მეზობლად ოჯახში ვთქვათ ხდება ბავშვის მიმართ ზალადობა, ან შეიძლება ისეთ შემთხვევასთან კონდეს საქმე, როგორც იყო, როგორც დღეშიც იყო საბრალოდ გოგიტა აბაშიძე. ის თვლის რომ ეს მისი საქმე არ არის და ეს ხვის ოჯახში ჩარევა არის. მე მგონი ეს არის ის ქცევა, რომელიც რომელზედაც ასევე უნდა ვისაუბროთ და რომელიც ასევე უნდა შეიცვალოს და გავაანალიზოთ ის, რომ ჩვენ ყველას გვაკისრია გარკვეული წილი პასუხისმგებლობა, თუ ჩვენს გვერდით ირღვევა ბავშვის უფლება, ჩვენი თანამოქალაქის უფლება, ჩვენ ამის შესახებ შესაბამის უწყებებამდე მივიტანოთ ინფორმაცია. ეს კვლევა ივნისში გახდება, ეს მაისში გამოქვეყნდება. კი ბატონო, ბექასურდა დამატება და შემდეგ რეკლამა. აბსოლუტურად გეთანხმებით. აქ რა არის, რომ არაფორმალურ ინსტიტუტებზე ვლაპარაკობთ, ხო, ეხლა დამოკიდებულებას ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ჩვენ თუ შევქმნით ისეთ ფორმალურ ინსტიტუტებს, რომლებიც იქნება სოლიდარობაზე დაფუძნებული, რაც მე ვახსენე მაგალითად იგივე პროგრესული გადასახადის თვალსაზრისით, ეს აისახება შემდეგ არაფორმალურ ინსტიტუტების მუშაობაზე და შესაბამისად ახალი ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებაზე, მაგრამ მე რისი თქმა მინდა, რომ ეს არ უნდა გამოგრჩოს ხედელობიდან. მთავარი არ არის მხოლოდ რომ სიღარიბის ზღვარს გადააბიჯოს ვინმე. იმიტომ რომ რაც არ უნდა სიღარიბის ზღვარს გადააბიჯოს ვინმე, მას განვითარების საშუალება მაინც არ ექნება. სრულფასოვანი განვითარების, იმიტომ რომ მხოლოდ საკმარისი არ არის შენ როდესაც გაქვს საკვები. საკმარისი არ არის, როდესაც შენ გაქვს ელემენტარულად პირველადი სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა. აქ არის მთავარი, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ეს ადამიანები შესაძლებლობით, რომ მან თავიანთი თავის რეალიზაცია მოახდინოს. რატომ? მხოლოდ რეალიზებული ადამიანი არის თავისუფალი. ორი ტოტალიტარიზმი არსებობდა ზოგადად. ერთი იყო საბჭოთა ტოტალიტარიზმი და მეორე ტოტალიტარიზმი არის ის, რაც შემოგთავაზა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ნეოლიბერალური ლოგიკით. რატომ? ერთი ტოტალიტარიზმი გაძლევდა შესაძლებლობას და თვითრეალიზაციის საშუალებას, ანუ აზროვნების თვალსაზრისით გართმევდა და მეორე ტოტალიტარიზმი მთლიანად გართმევდა შესაბამისად შესაძლებლობას, რომ გეაზროვნა. ანუ თაობები დაიკარგა ამ თვალსაზრისით იმ ადამიანების, რომლებსაც ელემენტარული შესაძლებლობები არ ჰქონდათ, სკოლაში წასულიყვნენ, განათლება მიეღოთ და დანარჩენი ყველაფერი სხვა. აქედან გამომდინარე, მე მგონი იმიტომ არის, რომ იდეოლოგიაზე აქ ლაპარაკი, სახელმწიფოს იდეოლოგიაზე, არა უბრალოდ პასუხისგებლობას. კი ბატონო, გადაცემაში რეკლამა და რეკლამის შემდეგ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა დაგველოდეთ. გუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ კვირის არგუმენტებს, უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის თავი თემა. ანასგან დავიწყოთ საუბარი, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში? პირველ რიგში მე აუცილებლად უნდა მოვიხმო სახალხო დამცველის მიმართვა, რომელმაც მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს ესეთი გზავნილით, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთი შემთხვევა და არ შეიძლება იყოს ერთი და ორი ადამიანის საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე მდგომარეობაში მყოფი 77,000 ბავშვისათვის დღესვე უნდა დაიწყოს სახელმწიფო ღონისძიებების გატარება და არგუმენტები რომ ვერ და თანხა არ გვაქვს და ძნელია, ნამდვილად არ იქნება მისაღები. ამიტომ თუ გვინდა რომ ეს არ დაჭერს ემოციური გადახარშვის სფერო, დღესვე უნდა გავიგოთ რა ხდება ამ ბავშვებთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ინვესტიცია კიდევ ერთხელ გავიმეორებ უნდა ჩადოს ბავშვებში და ბავშვთა პროგრამებში, რადგან ეს თითოეული დოლარი, რომელსაც იგი ჩადებს ამ პროგრამებში, ხვალ მას 10 მაგად გაუბრუნდება და ასევე ბავშვთა განვითარება არის ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყნის განვითარებისა და ასევე მინდა გამოვყოს საზოგადოების როლი, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელზეც აკისრიათ ვალდებულება მონიტორინგი აწარმოონ, თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო თავის ვალდებულებებს და ასევე მედიაზეც მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია მსგავსი თემები უფრო მეტად იყოს მედიაშიც გაშუქებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ბექა. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონს განსაკუთრებით მედიასთან დაკავშირებით და სახელმწიფოსთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნდა აიღოს რა თქმა უნდა მეტი პასუხისგებლობა. მიუხედავად იმისა, მართლაც ტენდენცია ჩანს ამისი, იმიტომ რომ მე ვიყავი ამას წინათ, როდესაც გაეროს განვითარების ფონდმა წარმოადგინა თავისი ანგარიში და შესაბამისად ძალიან გამიხარდა, რომ იქიდან იყო ზუსტად შემჩნევა იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ამ შემთხვევაში უფრო ადამიანზე ორიენტირებული გახდა. ჩვენ ბევრი დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ზუსტად ადამიანების განვითარებაზე. რაც თავარია და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, მეც ვითხოვ, რომ პრინციპში უფრო ხშირად გაშუქდეს ესეთი რაღაცები და შესაბამისად საზოგადოების მეტი ყურადღება დაეთმოს ამ თემას. მადლობთ, ქალბატონ თეა. აბსოლუტურად ვეთანხმები
ჩვენს სტუმრებს, რომ სოციალური, ანუ ობიექტური ფაქტორი და სახელმწიფოს როლი გაცილებით უფრო უნდა გაძლიერდეს და სახელმწიფოს აქვს ცალსახა ვალდებულება და თუ ხვედრით წილზე და წონაზე ვისაუბრებთ, სახელმწიფოს ვალდებულება არის ზრუნვა ცალს, ამაზე არ ვდაობთ, უნდა გააქტიუროს, უნდა გაზარდოს დაფინანსება, ბუნებრივია, რომ ასეთი სავალალო შემთხვევები არ იყოს და ზოგადად ვიტყვი, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თავისუფალი ადამიანების ფორმირებას, ბავშვების განვითარებას, ვეთანხმები ბატონს იმ გამონათქვამში, რომ პიროვნულ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც მხოლოდ პური ჩვენი არსობისა თემის უზრუნველყოფით სამწუხაროდ არ მოიწურება და საბედნიეროთაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ინდივიდის დონეზე, ანუ პიროვნების განვითარების უმდაბლეს დონეზე კი არ შეუწყოს სახელმწიფომ ხელი, უნდა იყოს შემეცნებაზე ორიენტირებული, ანუ თვითრეალიზაციის და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, განათლების უზრუნველყოფა. ეს არის ერთი დიდი კომპლექსური თემა, სადაც პიროვნული განვითარება და პირადი პასუხისმგებლობაც, რომელზედაც მე დღეს აქცენტი გავაკეთე, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დიდი მადლობა, ბატონ დიმიტრი. ბატონთეა, ჩვენ 17 საუკუნოვანი ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი ვართ და მართალი ბრძანა აქ პატივცემულმა, რომ ჩვენ არ გვჭირდება რაღაც აჩუ-აჩუს ძახილი ქველმოქმედებასთან დაკავშირებით და ჩვენი კულტურისთვის ქველმოქმედება ნამდვილად უცხო არ არის, ორგანული ნაწილია ჩვენთვის, მაგრამ ნამდვილად ვერ დავრჩებით ქველმოქმედების იმედად. ეს უკვე ცალსახად შემილია, გითხრათ, აი ახლა არწუთას მე მაქვს ირინე თხილაიშვილის წერილი, თხოვნა, ვედრება, ღაღადი, რომელსაც 1 წლის შვილი ყავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომლის გადარჩენის დაფინანსება სჭირდება 30,000 ევროს ეკვივალენტი და ანგარიშ ფაქტურაც არსებობს ყველაფერი, მაგრამ არ არის საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, გარანტიები ამ სიცოცხლის შენარჩუნებისა. ჩვენ ახლა გვჭირდება სასწრაფოდ ფორმირება ახალი ბიუჯეტის, უბრალოდ ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ სპეციალური ფონდის შექმნა, თუნდაც სახელმწიფო აპარატის შესანახი თანხების დაზოგვის ხარჯზე. ეს არის ადვილად მიღწევადი, იმიტომ რომ დღესაც 15,000-იანი პრემიები ისევ ჩვეული პრაქტიკა არის, დამერწმუნეთ, მედია შეუძლია გამოითხოვოთ რა პრემიები არის გაცემული ამ თვეების განმავლობაში და დარწმუნდებით, რომ არა ეს პრემიები გაცემული ხელზე და რომ მიმართული ყოფილიყო ეს სპეციალური ფონდისთვის, მაშინ აი ამ ბავშვის დაფინანსება, ეს გახლავთ რომ თქვა მაინც ალექსანდრე ბუღაშვილი, 1 წლის ბავშვი, იქნებოდა სავსებით შესაძლებელი 15 წუთის განმავლობაში. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი. ძალიან კაია რომ აგეთი სახის გადაცემები არსებობს, ძალიან კაია რომ კრიტიკული აზრი არსებობს. ძალიან ცუდია რომ ესეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ამ დღეების განმავლობაში ისმის შეკითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა? რა თქმა უნდა, თითოეულ უბედურ შემთხვევაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდი არის, მაგრამ რაზეც ვლაპარაკობთ, სამოქალაქო საზოგადოებიდან მუდმივად უნდა იყოს განგაში სიგნალი, რომ ეგეთი შემთხვევები არ ხდებოდეს. მუდმივად უნდა ვიდგეთ ყველა ფეხზე და სადაროჯეზე, რომ თითოეული ბავშვის უფლება დაცული იყოს თითოეულ ოჯახში და ალბათ ამ ყველა გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სტუმრებს იმისთვის, რომ მობრძანდნენ და მიიღეს გადაცემაში მონაწილეობა. დღევანდელი კვირის არგუმენტები დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.